მაწვნის სახლი ალავერტში ახალი ტურისტული ცენტრის პრეზენტაცია მონასტრის მიმდებარე ტერიტორიაზე გაიმართა, რომელსაც ხელისუფლების წარმომადგენლები დაესწრნენ. კახეთის რეგიონული განვითარების პროექტის ფარგლებში ობიექტი თუშეთის დაცული ტერიტორიებისკენ მიმავალ გზაზე მდებარეობს. მაწვნის სახლის მშენებლობა აღჭურვისთვის 935,000 ლარამდე დაიხარჯა, რომლის მიზანიც ქართული ტრადიციების შენარჩუნებაა. მუნიციპალური განვითარების ფონდმა დღეს კიდევ ერთი ახალი პროექტი დაასრულა კახეთში. ეს არის კახეთის განვითარების პროგრამაში ერთ-ერთი მცირე პროექტი, რომელიც არის მაწვნის სახლი, რომელიც მოეხმარება ადგილობრივ მოსახლეობასაც და აგრეთვე აქ ჩამოსულ ტურისტის ძალიან დიდ ნაკადს. აგრეთვე ამ პროექტში კეთდება დართულო მთლიანად, სოფლის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. ეს პროექტები ხელს უწყობს ადგილობრივ მოსახლეობას გადახედოს, გადასინჯოს ადრინდელი დამოკიდებულებებიდან ფაქტიურად სრულიად ახალი მოთხოვნების შესაბამისად მოაწყოს თავისი პირადი კერძო მეურნეობები.